სოფელ ბაზგირეთში ბევრი კარგი ქართველი გავიცანი. მათ შორის ერთ-ერთი ბატონი მუსტაფა უზუნ გამეშიძეა. აბა მივიდეთ აქ თავშეყრის ადგილია. გავესაუბროთ. გამარჯობათ ბატონებო, გამარჯობათ. გამარჯობათ. რა შვებით, რა იჯებით? ესენი თამაშობთ. ცარელი დღე აქვან თამაშობას აკეთებენ. სოფლის მამაკაცები დომინოს თამაშობდნენ. რასაკვირველია მივესალმე მათ. ბატონი მუსტაფა ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც საქართველოდან მისულ სტუმარს ფეხზე წამოდგომით შეეგება და სრული ყურადღება გამოიჩინა. სასიამოვნო საუბარი შედგა ჩვენს შორის და სასიამოვნოზე უფრო გამარჯობა. როგორ ახართ? რა იჯებით? მადლობა რომ ქართულად მელაპარაკებით. ეს ჩემი მეზობელია. ხო. მუსტაფა გამეშიძე. ამ გამეშიძეები იქნება ხო სულ? მე რაც გითხრა და ამან უკანაი ამან მიყვეს იმერქევში თავოკლარჯეთში დიდი გარმონის მასწავლებელი არის ესა. ძალიან კარგი. პირველად აქ ქართული კითხვა წერვა მე ვიცოდი. ძალიან კარგი, ძალიან. 1963 წელში დავსწავლე. 1963 წელში ხო? დაისწავლე და იცი ქართული წერა-კითხვა. სხვას არ ასწავლი? არ ასწავლე სხვა მეზობლებს? გონია 1000, 2000 ადამიანს ვაწავლე ქართული კითხვა წერვა, ახლა ახალგაზრდები ერთმანეთს აწავლიან. ძალიან კარგი, დიდი საქმეა. იმიტომ რომ თქვენ ქართული ჯიში გაქვთ, ქართული სისხლი და ქართული წერა-კითხვა თუ გეცოდინებათ, ეს ძალიან კარგია. ძალიან გამახარა იმ ამბავმა, როცა შევიტყვე, რომ ის გახლდათ თურქეთელი მოღვაწე ქართველის და ამ ღვაწლისთვის თავგანწირული ბატონი აჰმედ ოზგან მელაშვილის ნამუწაფარი. წერა-კითხვა მას უსწავლებია და როგორც თავად მითხრა, ბევრ ქართულ საქმეში ეხმარებოდა ბატონ აჰმედს. მასთან უახლოესმა და თბილმა ურთიერთობამ ქართული საქმისადმი კეთილად და პასუხისმგებლობით განაწყო, რასაც დიდი ხნის მანძილზე პედაგოგიური მოღვაწეობით ადასტურებს. რამდენიმე სიტყვით ბატონ აჰმედ მელაშვილს გავიხსენებ. სიმბოლურია, რომ წელს 2025 წლის 5 ივლისს მისი გარდაცვალებიდან 45 წელი გავიდა. მისი მთავარი საქმიანობა ადგილობრივ ქართულ თემებში, ჩვენებურებში ქართული იდეის პოპულარიზაცია იყო. იგი ამისთვის ყველა ძალას იყენებდა. მის წიგნს საქართველოზე გურჯისტან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თურქეთის მთავრობამ წიგნი აკრძალა. საქმე სასამართლომდე მივიდა, მაგრამ ოზგანი გაამართლეს. 1970-იან წლებში მან ორჯერ იმოგზაურა საქართველოში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იგი თარგმნიდა და აქვეყნებდა ქართულ კლასიკოს მწერლებს, სტატიებს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, რომ ჩვენებურ ქართველებს წარმოდგენა ჰქონოდათ მათი ისტორიული სამშობლოს შესახებ. მის მიერ 1972 წელს დაარსებული ჟურნალი ჩვენებური დღემდე რჩება თურქეთის ქართული დიასპორის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ პერიოდულ გამოცემად. 1980 წლის 5 ივლისს ქალაქ ბურსაში ოზგანი თურქული ულტრანაციონალისტური დაჯგუფების რუხი მგლების აქტივისტებმა მოჰკლეს. მაშინ კომუნისტური დროში ძიმიყვანდნენ მილიტარისტები, შენოკაკების კაცი ხარო თბილისში იქიდან წერილებ მიგზავნიდნენ წიგნებს, ფირფიტებს. ანუ პრობლემა იყო ხო ქართულად რომ წერა-კითხვა? აბარა. ახლა ხო აღარ არის პრობლემა. მაშინ ახლა კომუნისტობა იყო, თურქეთი კომუნისტობა დაახსენებდი ციხეში. დამთავრებული იყო საქმე. ანუ თქვენ ვინ გასწავლათ ქართული წერა-კითხვა? ქართული წერა-კითხვა მე ვინ მასწავლა? აჰმედ ოზგან მელაშვილი. აჰმედ ოზგან მელაშვილმა გასწავლა, დიდი ქართველი ღმერთმა გაანათლოს. ისუგან 9 წელს ერთად ვიყავ. ჩვენებური კრებული დავბეჭდეთ
1900 ჟურნალი რო დაბეჭდეთ, ხო? 1977 წელს სტოკჰოლმში დაიბეჭდა. დაიბეჭდა აქ ჩუმალა გავრცელებდით ჩუმად, ხო? მოდი რამე გაიხსენე ბატონი ახმეტის და თქვენი ურთიერთობიდან რამე საინტერესო ამბები. ძალიან გამეხარდა, რომ ის შენი მასწავლებელი იყო და ასე ლამაზად და თბილად გაიხსენეთ, იმიტომ რომ დედაენა გასწავლათ, ეს დიდი საქმეა. დედაენა ვიცოდით, მაგრამ აქევრი დედაენაში ბევრი თურქული სიტყვები გარევლია. ნახევარზე ბევრი თურქულია, მაგრამ რაც რომ ქართული სიტყვები გვაქვს ანტიკური. ანტიკურია, დიახ. თავოგლარჯეთი ძველი. კი. თქვენში პირველად ქართული ამბანი რა იყო 36 იყო, ახლა არის 33, მაგრამ ჩვენში იმ 36-დან ერთი კიდევ ხმარო. კი. თქვენ ამას ხელეთ ყვით, ჩვენ ხელვეთ. ხელვეთ. ხე არა. ასე აწევლია თქვენში. აწევლია ორი ხმიანი ასე მეიტან ერთმანეთზე გახდება ფე აწევლია თქვენში. ფეს. ხო, ჩვენი ქართული ანბანიდან უკვე ამოღებულია. ამოღებულია. ისე. ბატონი ახმეტიდან მოდი ერთი რამე ისეთ საინტერესო ამბავი გავიხსენოთ. ამბიდან რა გელაპარაკო? ცოტა ასე ჭრილში მოვიდეთ და ხო. ბატონი მუსტაფა გამეშიძე იზმიტში ლიცეუმში სწავლისას პოპულარობით სარგებლობდა როგორც აკორდიონზე დამკვრელი და ფოლკლორისტი. ართვინში ყოფნის პერიოდში სიმპათიით ყოფილა გამსჭვალული თურქული ნაციონალისტური იდეოლოგიისადმი. ის კი არადა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჯეროდა, რომ ქართველებიც თურქული წარმომავლობისანი იყვნენ, ისევე როგორც სხვა ბევრ ახალგაზრდას. ჩვენს ბავშვობაში სკოლაში მოსწავლეების გონებაზე იმდენად ზემოქმედებდნენ თურქების გმირული წარსულით, რომ ჩემს თავს თურქი ერის გარდა სხვა ერს ვერაფრით მივაკუთვნებდიო ამბობს. მე მაინტერესებდა თურქული. რადგანაც 19 წელიწადი ვიყავ, იმ დრომამდე თურქული მაინტერესებდა. ვის რომ ქართველი ხარ უმეტყო და გავბრაზდებოდი, მე ქართველი არ ვარ. ისე გვაწავლეს სკოლებში. ქართველობა მაშინ ცუდ რამეს ნიშნავდა. ცუდ რამეს ნიშნავდა ერთის რა არის აქა რა გითხრა თურქულობა მეტი დიდი რასხა იყო იმათვინ სხვა ენა არ შეიძლებოდა ჩვენ სკოლაში რომ დევდოდით აი ეს შეშას ეტაბა ჩახეთქევდნენ და ხო ვინც რომ ქართული სიტყვა თქვა იმას ენაზე დაგვიდევდნენ ასე ცალფეხზე გვაყენებდნენ ამედოს ისე რომ იყო ეს სათხდებოდა სკოლაში იყო ეს ასე თუ სოფელში თუ სად ჩვენ სოფელში სკოლაში იჯებოდით იმას მაგრამ ეს იმერხევის რაიონი 21 სოფელი იყო ახლა 19-ია აქა უცხოურეთიდან ვინმე ვერ შევდოდა იქა ენერგი აქედან შავშეთის და იმერხევის გასარჩევი გზა არის იგზე დაკიდული ჰქონდნენ წერებდნენ რომ აქა უცხოურეთი ვერ შევა სახელები გამოცვალეს ყველაფრის მაგრამ ალაგების სახელები კიდევ ყველა ართვინის სოფლებში ქართული დარჩა ასე ხო? ქართული დარჩა არიციან რომ რა ქვია ამას არა ამობენ მაგრამ ეს რას ნიშნავს არიციან გასაგებია მე აქედან იზმის ქალაქში წავედი ისტანბულზე მიტრული ქალაქია კი იზმიტში ჩამოსვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გაიცნო ართვინის საზოგადოების დაარსებაზე მეოცნებე ჰალილ იბრაჰიმი. შეხვედრისას ყურადღება მაშინვე მიიქცია იმან, რომ ხელში აჰმედ ოზგან მელაშვილის წიგნი საქართველოს ისტორია ეჭირა. კითხვაზე ქართველები ხომ თურქები არიან და რა საჭირო იყო ამ წიგნის დაწერაო, ასე უპასუხნია ჰალილ იბრაჰიმს. არა, ჩვენ ქართველები ვართ და არა თურქებიო.
იმავე წლის გოლჯუქის ულტრანაციონალისტური პარტიის თავმჯდომარის ქორწილში მიიწვიეს შეიხ შამილის ნაწარმოების დასაკრავად. ქორწილი მიტინგის სულისკვეთებით, ლოზუნგებისა და ნაციონალისტური მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა და როდესაც შესრულებული მუსიკისთვის მადლობას უცხადებდნენ, ვიღაცამ წამოიყვირა მუსტაფა მეორე ხარისხოვანი თურქიაო, რამაც ძალიან ადგინა გული. ერთმა მითხრა რომ თურქულობას რომ ემსახურებოდი, მითხრა რომ თქვენო მეორე კლასი თურქი ხართ, ქართველებიო, ქართველი ხალხი არ არიანო და ჩვენიო ქვეშა ხალხი ხართ. მეორე კლასის თურქები ხართო, ხო? პირველ ადგილზე არ ხართო. იმაზე გაუბრალდი, ერთი ამხანაგი მყავდა, ემედო მონახო ერთი წიგნი ქართული ისტორია ამედ ოსკარ მელაშვილდე. იმა გავკითხე რომ ჩვენ ქართველი ვართ თუ თურქი? ქართველობა არის დედაქვეყანაში? ქართული ხალხი არ არიან, ისე ვიცი მე. ყველანი თურქი არიან და სახელიცვლიან. არაო, მაშინო აჰმედ ოსკარ მელაშვილთან ნაგახვიდო. როცა ეს ამბავი ჰალილ იბრაჰიმს უამბო, გაიცინა და ურჩია. ბურსაში წადი, აჰმედ ოსგან მელაშვილისგან სიმართლეს შეიტყობო. ერთ შაბათ-კვირას ბურსაში გაემგზავრა ბატონ აჰმედ მელაშვილთან. ისამართი მომცაგაվել ბურსაში, შეվել ოფისში, იმის ოფისში. გამკითხა, ვინ ხარ, რა ხარ? იმერხევიდან, ართინიდან ვარ მეთქი. ქართველი ხარო კი? ქართველი ვარ მეთქი. იმან მაშინ წიგნები მომცა, ამბანი მომცა, პირპიტები, რასფერი. ყველაფერი საქართველოს შესახებ. როგორც ბატონი მუსტაფა ამბობს, იზმეთში დაბრუნებული დღედაღამ ანბანს ვუკირკიტებდი და შემდეგ ერთ კვირაში გავიზეპირე. ნელ-ნელა წიგნების კითხვა და წაკითხulis გაგებად შევძელი. უკვე ისიც გავიგე, რომ ქართველები თურქული ეროვნებისანი არ იყვნენ. ყოველ შაბათ-კვირას მელაშვილთან ერთად ვატარებდი. ერთმანეთს ინფორმაციას ვუზიარებდით. მე იმერხევის შესახებ, ის ქართული კულტურის შესახებ. ერთ დღესაც მითხრა, შემდეგ მოსვლაზე აკორდეონიც წამოიხეო. როცა ვუთხარი აკორდეონი აღარ მაქვს, გაფუჭდა მეთქი. მან ადგა მაგიდის ქვევიდან ჩემოდანი გამოიღო და აკორდეონი მაჩუქაო. ის აკორდეონი მაჩუქა. ვა. ან კონდა შენში ღარიბი ვიყავით, ვერ ვიყიდებდით. აკორდეონს. ძირი იყო მეტი. მერე მაჩუკა იმას მერე ყველა კვირა იმათან ვიყავით. 9 ახალგაზრდა მოხმარა ჩვენ და თქვენო ქართულ სოფლებში ნაიაროთ. გავრცელოთ ქართულიო. ყველაფერი იქიდანა დაიწავლოთ, რას ბღერობენ, რას ცეკვობენ, რაფერ ლაპარაკობენ, ისე კრებულში 9 კაცი მოუძებნით, ყოფოდით, იქა εμეს ვიქით. იმ დღიდან ბევრი ბრძოლა ერთად გადავიტანეთ ქართული კულტურის, ისტორიისა და იდენტობის გამო. ესენი შენახული გაქვს ეს ფირფიტები და ისინი გაქვთ ახლა? აღარ გაქვს ხო? რა ვქენი, ახლა მოდის ერთი მებნე ვარ ქართველობას იწავლის, ამბანი იწავლის, ფირფიტი მომეო და მე მოგიტანო. მე აღარ მოაქვს. ვის არა, ისე თელი დემე კარგა ციგნები, ფირფიტი ციგნები მაქვს, ბევრი, მაგრამ 63 წელში დაბეჭდილი ისტორია მაქვს საქართველოსთან მოსული, ისინი იქ ვეღარ ვიპოვენ. ვეძებნე ბათუმში. რომელ წელში გაიცანეთ ბატონი აჰმედი? რომელი წელი იყო? 1962 წელში. 62 წელში. 64 წელში მოკლეს. ანუ მალე მოკლეს მე. ჯარში ვიყავი, რომ შევტყვე. 1979 წლის ივლისში უმაღლესი სასწავლებელი მივატოვე და ჯარში წავედი. 1980 წელს ივნისში ტელეფონით დამიკავშირდა. ჩემი მდგომარეობა გამოიკითხა და რამე ხომ არ გჭირდებაო? მკითხა. ის ტკბილი ხმა თითქოს ახლაც ჩამესმის. რა სამწუხაროა რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი
აღმოჩნდა. როგორც იცით, 1980 წლის 5 ივლისს ჩვენებურებს შავი დღე გაგვითენდა და მოხდა დღემდე გამოუძიებელი მკვლელობის დანაშაული, ამბობს მუსტაფა უზუნგამეშიძე. ჯარში ვიყავ ის რომ შევტყვე ჯარიდან გევქესნა ზებნე იმის შვილი ცოლი ვერ ნახე იბერია იმის შვილი ჩემი იბერიას იცნობთ ბატონ იბერიას ხო? მასე ვარ ჩვენ ძალიან დიდი ადამიანია, ძალიან დიდი საქმეს აკეთებს ბატონ იბერია. დღეს მის კვალს კულტურულ და შემოქმედებით საქმეს ქართულ ფოლკლორს მიძინების საშუალებას არ აძლევს მისი ვაჟი, ძვირფასი ქართველი ბატონი იბერია ოსგან მელაშვილი, რომელიც სტამბოლში ქართული ხელოვნების სახლს ხელმძღვანელობს. არ არსებობს თურქეთში დიასპორის არც ერთი შეკრება, სადაც ბატონი იბერია თავისი ძვირფასი გოგობიჭებით არ დგას მთავარ სცენაზე ქართული ფოლკლორით, საიდანაც საგზლად გამოგაყოლებს ქართულ უკვდავყოფილ მელოდიებს. იქსელაბლა კი ბატონო. ყველა დრო იმათთან ვიყავ, იქ დავჭებოდი, ჩემთან გამოვდოდნენ ყველა დრო. ჩვენ ასე მასებ ვიყავით. ძალიან დიდი ადამიანია, ძალიან მიყვარს და დიდ საქმეს აკეთებს, ქართულ საქმეს. მისი მამა ისეთი იყო, სხვანაირად არ შეიძლებოდა, ხო? ბატონი იბერია ყოფილიყო. მამა იბერიაზე ემეკაცი იყო. დილი ყველას მოსიყვარული ადამიანი, ხო? ყველას უკან კარგა იყო. იბერია რა არის? მამას თავის მამას არ გავს, მარტო მუსიკა. მუსიკაც დიდი საქმეა, რო ქართულად. კი. მაგრამ ის ბევრ რამეს აკეთებდა. მელაშვილი. მელაშვილი. ყველა ფერაკეთებდა ამეთოს გამელაშვილი. პარტიები ემეში პოლიტიკაში შედიოდა, ურსა ქალაქში პოლიტიკაში ემეში იყო ოფისაში მუშაობდა სახლე ყველა ფერაკეთებდა ესაც არა მარტო მუსიკა ჩემი მეტი საყვარელი ამ ხანაგია მაგრამ მელაშვილის ასი ემე მელაშვილი იყოს იბერია იქნება 100-დან 10 ნათელში იყოს მისი სული ძალიან დიდი ადამიანი იყო და ძალიან გამეხარდა ახლა თქვენი გაცნობა პირველად საზოგადოება ქართული საზოგადოება ბურსაში დადგეს იქში მეც მუშაობდი ცეკვებს მუსიკებს მაგრამ საქართველოს არა თურქეთში ცხოვრ ქართველების მე კიდევ იმას მაინტერესებს თურქეთში ცხოვრ ქართველების ცეკვები მუსიკები ნაკნა ახლა საზოგადოებები ბევრი არის ყველა ქალაქში არის გემან მაგრამ რა იძებიან საქართველოს მუსიკებს ცეკვებს საქართველოს აქ თავით უბრალოდ იმათი ცეკვები მუსიკები მაგრამ შენიმდე ვერ გააფერებ პირველ მე მინდა რომ აქევრი მუსიკები და ცეკვები დავდოთ შუაში და საქართველოსაც დავანახო რა თქმა უნდა ძალიან დიდი საქმეა არ მიჯერებენ მე 25 წელია მუსიკა გავარდი ეს თითი ეს თითი ოპერაციონი აღარ კარგად მუშაობს ახლა აღარ უკრავთ უკრავდა ცოტა ვერებურა ვეღარა ალბომები კასეტები ორი ალბომი გაკეთებული აქეული იმერხევის არტინის მუსიკები აჰა ჩემი ბაზგირეთში მოგზაურობა ამად ღირდა ეს იყო ჩემი ბედნიერი შეხვედრა ბატონ მუსტაფა უზუნგამეშიძესთან